სამარგალოს დამოუკიდებლობა გდო თიმწყუმა უჯინსიჩკინ ქეიფის დო დროშტარებას ყაზახებს თისხის უზეპუანთ მატრახის მუზმათ რუსიშ ბარაბანს ვამოხვალამონ ასეთი ირონიული ტექსტი კარიკატურული ნახატის თანხლებით 52 წელს თბილისში გამომავალმა გაზეთმა ტარტაროზმა დაბეჭდა. თავრობაში დაწინაურებული მეგრელები სამეგრელოს დამოუკიდებლობის მოლოდინში ყანწით ხელში კეიფობენ. იუმორისტულმა გამოცემამ ამით მაშინ მეგრელთა საქმის გამო დაკავებულებს დასცინა. სამეგრელოში გაზეთები ქართული ანბანით მეგრულ ენაზე იბეჭდება. ერთ-ერთი ასეთი გამოცემაა ყაზახის გაზეთი, ანუ გლეხის გაზეთი, რომელიც დიდი ტირაჟით გამოდის. ხელნაწერთა ინსტიტუტში დღემდე ინახება წერილი, რომელიც სამურზაყანოს მაზრის მშრომელებმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნეს. ხურვალე სალამი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომლის მესეურთ საქართველოს მეოთხე პარტიული ყრილობის დადგენილებამ სამეგრელოს მშრომელს თავისი დიდი ხნის წადილი აუსულა. სახელდობრ ადგილობრივად მეგრულ ენაზე ჟურნალ გაზეთის გამოშვება. ამას ახლო მომავალში უსაზღრო სიხარულით ელოდება სამეგრელოს მშრომელთა ფართო მასა. წიგნი ჭითა ჩხორიად სამეგრელოს მშრომელებისთვის იბეჭდება. ეს არის მეგრული საკითხავი ენამოსწრებულთათვის. სამურზაყანოს მშრომელები განათლების კომიტეტის წევრებს თხოვენ, რომ მეგრული პრესა ხალხში გავრცელდეს და ტექსტებში მხოლოდ ის სიტყვები გამოიყენონ, რომელსაც აქაური გლეხები უმეტესად ხმარობენ. სამეგრელოს მშრომელთა გააქტიურება კრემლში ხშირი საიდუმლო თათბირების თემა ხდება. მოსკოვამდე მიდის ხმები, რომ მეგრელები ავტონომიის მოთხოვნას აპირებენ. ამას ემატება ისიც, რომ 40-იანი წლების ბოლოდან ცენტრალურ პარტიულ თანამდებობებზე ერთდროულად მეგრული გვარის მქონე რამდენიმე პირი ინიშნება. იოსებ ბესარიონიძე სტალინის შიშობს, რომ ამით მისი ფარული პოლიტიკური მოწინააღმდეგე ლავრენტი ბერია საქართველოში საკუთარ გავლენებს იმყარებს. მაშინდელ საქართველოში, როგორც აი მეგრელების გაძლიერება, მოზღვავება პარტიულ აპარატში სახელმძღვანელ თანამდებობებზე, აი ამას ეძახდნენ მეგრულ ნაციონალიზმს, როგორც ერთმანეთისათვის ხელშეწყობა. ბერია იყო ესეთი კლანურ კორპორატიული ტიპის კაცი, მენტალობის კაცი, რომ ხელშეწყობა თავისიანების გარშემო შემოკრება და ამით ძლიერი ერთგული დასაყრდენის პოვნა. ეს დასავლური ქართული მენტალობაა რა, მთლიანად ქართული და უფრო დასავლური ქართული. სტალინი პირიქით, ეთყობა ქართლში დაბადებული კაცი და მე სხვადასხვა გარემოებაც გამოიწვია, აი ანტიკორპორატიული კაცი. 50-იანი წლები დაიწყო, ბელადი ხშირად ავადმყოფობს. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მმართველობა იოსებ სტალინისგან საკუთარი პოლიტიკური მემკვიდრის გამოცხადებას ელოდება. ლავრენტი ბერია ერთ-ერთი იმ მათგანია, ვისაც სტალინის პოსტიდან წასვლის შემდეგ პირველი პირის შემცვლელად ასახელებენ. ბერიას ირგვლივ დაწყებული ფარული მithმა-მოთქმა კრემლში ვიაჩესლავ მოლოტოვს, გიორგი მალინკოვს და ნიკიტა ხრუშოვს მოსვენებას უკარგავს. სტალინის უახლოესი გარემოცვა ბერიას წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მოქმედებას იწყებს. სამეულს და განსაკუთრებით ნიკიტა ხრუშოვს საქართველოში თითქოს კუთხურობის გამო ცეკაში დაწინაურებული მეგრელები ახსენდება და მეგრული გვარის მქონე თანამდებობის პირების მასობრივი დაკავებები იწყება. ამ საქმეში განსაკუთრებით ტრაგიკულია ის, რომ სამეგრელოში აპატიმრებენ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, ან სრულიად პოლიტიკაში გაურეველ ადამიანს,
და უყენებენ ბრალდებას, რომ ის არის მეგრული ნაციონალისტური ჯგუფის წევრი და მათი მიზანი იყო სამეგრელოს გამოყოფა საქართველოსთან და კავშირში იყო ევგენი გეგეჭკორის ემიგრანტულ ჯგუფთან. აი ამ კატეგორიის ხალხმა, რომლებიც პოლიტიკაში არ იყვნენ გარეული, გადასახლების ადგილზე ისე ჩავიდნენ და ისე დაბრუნდნენ, იქიდან ვერ გაიგეს, რისთვის დააპატიმრეს ისინი. ვახტანგ გურულმა მეგრელთა საქმის შესწავლას დიდი ხანი მოანდომა. ამ თემას წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლოდ ინახავდნენ. ისტორიკოსი ამბობს, რომ ხრუშოვის მთავარი ჩანაფიქრი ის იყო, რომ ბერია თავიდან მოიშორებინა. ამით კრემლში ქართველთა მმართველობა უნდა დასრულებულიყო. სტალინი თვითონ პოლიტიკურ მემკვიდრეს არ ასახელებდა და ეს ძალიან ძაბავდა სიტუაციას. რუსები ალბათ ხვდებოდნენ, რომ სტალინის მომავალ პოლიტიკურ მემკვიდრეთა შორის პირველკაცობდა ლავრენტი ბერია. და ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში, ინტელიგენციაში, თუმცა ინტელიგენციას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა სამხედროებში, რომ ქართველთა ბატონობა კრემლში უნდა დასრულებულიყო. ბერია თავიდან უნდა მოეცილებინათ. მაგრამ თუ სტალინი ბუნებრივი გზით გარდაიცვლებოდა და ბერია ცოცხალი იქნებოდა იმ მომენტისათვის, ბერიას გაპირველკაცებას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა რუსების ვარაუდით. და საერთოდ ეს 1951-53 წლები ძალიან ბინძური საქმეების წამოწყების პერიოდია. მაგალითად ასეთი იყო ექიმთა საქმე, ლენინგრადის საქმეს რამდენიმე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე შეეწირა და ერთ-ერთი ასეთი ბინძური საქმე, შეთხზული საქმე თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო მეგრელთა საქმე. ბერიას წინააღმდეგ მეგრელთა საქმის გამომგონებლები საქართველოში დასაქმეს ეძებენ. მოლოტოვს, მალენკოვს და ხრუშოვს ისეთი ადამიანი სჭირდება, ვისაც ბერია არ უყვარს. ასეთი საქართველოს უშიშროების მაშინდელი მინისტრი ნიკოლოზ რუხაძე აღმოჩნდა. როგორც ჭკვიანი და გამოცდილი მოღვაწე კანდიდ ჩარკვიანი მაშინვე გვერდზე გადგა. მიხვდა ის, რომ აქ ძალიან რაღაც ცუდი ამბები მოხვებოდა მეგრელთა საქმეს, გვერდზე გადგა იმდენად, რამდენადაც შეეძლო მას ვარა, სულ რომ ამ საქმიდან თავი დაეხსნა, მას ეს მიზალებს აღემატებოდა, არ შეიძლებოდა, მაშინ ის დადგებოდა თვითონ ეჭქვეში. მაგრამ აშკარაა, რომ რუხაძე მოსკოვიდან უკვე მოსყიდულია. რუხაძეს ბერია არ უყვარდა ისედაც, ამანაც ითამაშა დიდი როლი და მთელი ამბები მიდის რუხაძეზე. რუხაძე მოახსენებს უშუალოდ სტალინის მეგრელთა საქმის ძიებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. აქტიურობს კიდევ ერთი პიროვნება, ჯერ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე და შემდეგ ის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანიც იყო. ეხლა საქმეს წარმართვას მაშინ წინ არაფერი არ უდგა, რადგან გამოძიება თითქმის არ წარმოებდა. მეგრელთა საქმეზე საქართველოს უშიშროების არქივში 22 ტომი დევს. ვარაუდობენ, რომ ამ საქმის 50 ტომიანი დედანი რუსეთში ინახება. მასალებიდან ჩანს, რომ საქმეზე დაკითხულია ასეულობით მოწმე და დაკავებულია 40-მდე ადამიანი. საქმის წარმოება რუსულად მიმდინარეობს. ნიკოლოზ რუხაძე ყველა დოკუმენტს პირდაპირ სტალინთან აგზავნის და მას სრულიად საიდუმლო აწერია. საბეჭ მანქანაზე დაბეჭდილ ტექსტში ადრესატის ვიზნაობა გამოტოვებულია. იოსებ ბესარიონიძე სტალინს ამას შემდეგ ხელით აწერენ. მემანქანემ არ უნდა იცოდეს, ვისთან იგზავნება კონფიდენციალურზე. საქმეს, რომელიც სტალინის გარემოცვამ ბერიას წინააღმდეგ გამოიგონა, ასეთი სათაური აქვს. მეგრელთა ნაციონალური დაჯგუფების ბარამიას საქმე. პირველი, ვინც ამ საქმეზე დააკავეს, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია იყო. მეგრული წარმოშობით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის დაკავებას ცეკაში მომუშავე სხვა მეგრელების დაპატიმრებები მოყვა. კრემლი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ეს საქმე იყო თვითონ შეკვეთილივით იყო
მოსკოვიდან კონტროლირდებოდა მოსკოვიდან და ყველა დოკუმენტი რომელიც კი უნდა გაგზავნილიყო მოსკოვში მიდიოდა პირადად სახელმწიფოს მეთაურთან ბატონ იოსებ სტალინთან რომელსაც იმჟამად ეკავა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა კიდევ მნიშვნელობა ამ საქმეში მდგომარეობდა იმაში რომ აბსოლუტურად იყო გასაიდუმლებული ეს საქმე იკითხებოდა მრავალი პიროვნება და თითქმის ყოველდღიურად გრიფით სრულიად საიდუმლო იგზავნებოდა მოსკოვში ყველა ეს მონაცემები. ფაქტობრივად ეს იყო დაკითხვის ოქმები, ცნობები, მიმოხილვითი წერილები, ჩხრეკის ოქმები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც კი საჭირო იყო სისხლის სამართლის დასმენების ფაქტები იყო. დასმენების ფაქტები იყო ფაქტობრივად აი მთელი ციკლი წავიდა დასმენების, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ დაჭერებმა მოიცვა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო. ქვეყანაში დასმენები დაიწყო. უშიშროების მინისტრის რუხაძის სახელზე უწყებაში ქვეყნის მასშტაბით დღეში ათეულობით ანონიმური წერილი მიდის. ეს არის ვინმე ფუტკარაძის წერილი რუხაძესთან გაგზავნილი, სადაც ის მინისტრს თხოვს, რომ შეისწავლოს ბეჭვაია საქმე, რადგან ის აჭარაში თურმე პროვოკაციულ საქმიანობას ეწევა. ამ წერილიდან კარგად ჩანს, ბეჭვაია მხოლოდ იმიტომ უნდა დაეკავებინათ, რომ მეგრელი იყო. საქართველოს ცეკას მეორე მდივანი მიხეილ ბარამია თარხნიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. 1951 წლის 9 დეკემბერს დილით პოლიტბიურომის პარტიიდან გარიცხა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხალხის მტრად გამოცხადებული მეორე მდივანი საღამოს დააკავეს. ამ სახლში თარხნიშვილის 26 ნომერში 1946 წლიდან ცხოვრობდით 51 წლის დეკემბრამდე, სანამ მამაჩემი არ დააკავეს ეს ეგრეთ წოდებულ მეგრელთა საქმესთან დაკავშირებით. ეს მოხდა რაღაც დეკემბრის 8 რიცხვში, იმავე დღეს მოვიდნენ სახლში, რაც შთაბეჭდილება მქონდა ბავშვი, იმიტომ პირველ კლასში ვიყავი, რომ დალუქეს მამაჩემის კაბინეტი, გაიყანეს იქიდან პირადი ნივთები. და მეორე დღეს მთელი ჩვენი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი უფროსი და-ძმა და მე გამოყარეს ამ სახლიდან. ჩვენი ავეჯი გამოიტანეს აქ მოპირდაპირ მხარეს, მახსოვს წვიმიანი დღე იყო და აი აშკარად რაღაცა დავამახსოვდა, რომ ეს ჩვენი როიალი და მთელი ეს ავეჯი იყო აი ქუჩის მოპირდაპირ მხარეს ჩამოყრილი და მთელი დღე ველოდებოდით, სანამ მერე საბარგო მანქანით გადაგვიყვანდნენ პატარა კომუნალურ ბინაში. ბარამიას ოჯახს დეპრესიული წარსულიდან ეს შავი როიალი და ნახატი დარჩა. მიხეილ ბარამია მაშინდელმა უშიშროების ორგანოებმა ასეთი ბრალდებით დააკავეს. აგიტაცია და პროპაგანდა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას შეიცავს. ცეკას მეორე მდივანზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. ბარამიამ მეგრელთა დაჯგუფების წევრობა უნდა აღიაროს. ჩაატარეს როგორც დედაჩემის წერს, ესე იგი ბიუროს რაღაცა საქართველოს ბიუროს სხდომა. და იქ გამოუცხადეს, რომ იყო დაკავებული და იქიდან უკვე სახლში არ დაბრუნებობა. მაშინდელმა რეჟიმმა მიხეილ ბარამიას მეუღლეც დააკავა. ალექსანდრე იოსავას 52 წლის 10 მარტს ბრალად სამშობლოს ხალათი დაუყენეს. სამედიცინო ინსტიტუტის რიგითი თანამშრომელი უშიშროების ციხეში გადაიყვანეს. მიხეილ ბარამიამ მისი მეუღლის დაკავების შესახებ არაფერი იცოდა. ალექსანდრა იოსავას დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში აკავებენ მის მულს მიხეილ ბარამიას და ლიდა ბარამიას. იგივე ბრალდება ხელისუფლების დამხობის აგიტაცია და პროპაგანდა. სერგო ბარამია დღეს იხსენებს იმ მოგონებებს, რომელიც მოგვიანებით დედამ დაწერა. ყველაზე საშინელი წამების მეთოდები ყოფილა. მეუღლეზე უნდა რაღაცა ეღიარებინა. ესე იგი იმ დანაშაულების შესახებ, რაც ბრალდება იყო დაყენებული. ვინაიდან ესე იგი ვერაფერს ვერ იტყოდა, წერდა იმას, რაც შეეძლო წერა, იმიტომ რომ დედაჩემიც იყო ადრე პარტიულ სამუშაოზე, კომკავშირულზე და რაც შეეძლო ის იმას წერდა იმას. იმას იმეორებდა ყოველთვის, რომ ეს იყო პატიოსანი და უმციკლო ადამიანი. შემდეგ იყო გადაყვანილი კიდე 4 თვე იჯდა პრომუნჯი ქალი ჩაუშვეს, რომელთანაც პრაქტიკულად არაფერი ესე იგი კონტაქტიც არ შეეძლო. გარდა ამისა, დედაჩემს აქვს ეპიზოდი აღწერილი. მამაჩემი რო დაჭერილია, ეს ხო იცოდა. მამაჩემის და რო იყო დაჭერილი, ეს იცოდა. მაგრამ ერთ დროს, როცა იყო დაკითხვაზე დაბარებული კაბინეტში, რუხაძესთან, ამ დროს
მოისმა ციხის რაღაც დერეფანში თუ საკანში ქალის ყვირილი და მას უთხრეს რომ ეს გესმის ყვირილიო ეს არის შენი ქალიშვილი და წარმოგიდგენიათ დედაჩემის ესე იგი მდგომარეობა ამ დროს ამას რო გაიგებდა აი სურათი ეს არის ბორჯომის მეორე ჩამოხსნელი ქარხნის გახსნა ეს არის ბატონი ვასილ ჟავანაძე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ეს არის ვალერიან ვადაჩგორია მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ეს არის მამა მაშინ მშენებლობის მინისტრის მოადგილე იყო და უშუალოდ კურირებდა ამ მშენებლობას მამია ზოდილავა საბჭოთა ორგანოებმა 52 წლის ზაფხულში დააკავეს. მისი დაბატიმრების მიზეზი პარტიის ცეკას მეორე მდივნის მიხეილ ბარამიას შვილის ქორწილში ნათქვამი სადღეგრძელო გამხდარა. მაშინ კომკავშირის ცეკას პირველ მდივანს მამია ზოდილავას მიხეილ ბარამიასთვის წინსვლა უსურვებია. იყო მიხეილ ბარამია ცეკას საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი. და ქონდა ქალიშვილის თუ ვაჟიშვილის ქორწილი მე არ მახსოვს. მაგრამ ვიცი ეს თვითონ ფაქტი. იყო მამაჩემიც მიწვეული, მაშინ მამაჩემი მუშაობდა კომკავშირის ცეკას პირველ მდივნად. და იქ სუპრაზე სადღეგრძელოში უსურვებია ბატონი მიხეილისთვის ცხოვრებაში ჯანმრთელობა კარგად ყოფნა და წინსვლაც. ერთ-ერთი ბრალდებაც ეგ ქონდა, რომ აი აკი შენ თქვი სიტყვა წინსვლა, ესე იგი გიგულისხმე ის, რომ გინდოდა, რომ მიხეილ ბარამია გამხდარიყო, როგორც მეგრელი ალბათ ცეკას პირველი მდივანი. ამ სადღეგრძელოს შემდეგ მამია ზოდილავა პარტიულ ყრილობაზე თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ზოდილავას წინააღმდეგ მისი პოლიტიკური მეგობრები გამოვიდნენ და ზოდილავას ქმედება კატეგორიულად დაკნეს. მოიწვიეს საგანგებო ყრილობა, აქ კომკავშირის საგანგებო ყრილობა რუსთაველის თეატრში და გამოიყვანეს რამოდენიმე კაცი მისი მეგობრების წინა, რომლებმაც რაღაცები თქვეს და განთავი გადაირჩიეს. და გადარჩევა რომ მოხდა თელი დარბაზი, თელი დელეგატები ადგნენ ფერზე და ტაშის გააცილეს მამაჩემი დარბაზიდან. მეგრელთა საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი მამია ზოდილავა იყო, რომელიც საქმის დასრულების შემდეგ ლავრენტი ბერიამ კრემლში დაიბარა. მამია ზოდილავა ისე გარდაიცვალა, რომ ვერაფრით ამოხსნა, რას ემსახურებოდა მისი ბერიასთან პირისპირ შეხვედრა. ერთშენიერ დღეს ყვება მოვაკითხა ძალიან მაღალ ჩინოსნებმა უშიშროების მოსკოვში სასტუმროში მეორე დღეს და ეუბნებიან უნდა ამოხვიდეთ. ნუ ახლა დავედა რა საგვირველია. მიმიყვანეს მეგონი კრემლში. და გააღეს კარები და როგორც სპორტული დარბაზი, აი ასეთი ტევადობის დუვერცელა ფართი, აბსოლუტურად არაფერი არ არის, წარიელი, ხოლო ბოლოში სადღაც 40 მეტრის იქეთ 50 მეტრი ვიღაც ზის საწერ მაგიდას კაცი. მითხეს რომ წადიო. წავედი, სამივედი და ხედავ ლავრენტ პავლეზე ბერია ზის რაღაცას წერს. გავჩერდიო და უსულოდ მეუნება. Как ваше здоровье? Второй мадლობთ. მე ამომხედა და личные грехи доказаны. ვთხარი არა მეთქი. არ ვიცი რა გააკეთე, რაღაცას დააჭირაო და ეს თურმე ჯდარა ლიფტზე და წავიდა ეს მაგი და თავის კამერა გაკრა ეს კაცი. და დავსწინა ცარიელ დარბაზში. მე შემოვიდნენ და მომკიდეთ და ისე დამაბრუნეს სასტუმროში. ოდესმე გაარკვია რა იყო ეს შეხვედრა. ისთან არა, მე უკვე ვერ გაარკვევდა, იმიტომ რომ მე ბერია თქვენი ციტრი დამთავრდეს ყველაფერი. აი ეს არის მამაჩემი. საბჭოთა პროკურატურის გენერალური პროკურორი. მაშინდელი ხო და ეს რა ქვია. აქ მე ვარ კიდე ეს შემთხვევით მიწეული ვარ სტუმრად მე. საბჭოთა საქართველოს გენერალური პროკურორი ვლადიმერ შონია 51 წლის ნოემბერში დააკავეს. მის დაკავებას უშიშროების მაშინდელი მინისტრი ნიკოლოზ რუხაძე პირადად ხელმძღვანელობდა. გენერალურ პროკურორზე ზეწოლის მეთოდი ის იყო, რომ მას ჯდომა ეკრძალებოდა. რუხაძის რეაბილიტაცია მოსკოვში 53 წლის აბრილში მოხდა. უდანაშაულოდ გამოცხადების შემდეგ შემოთავაზებულ თანამდებობაზე საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მოადგილეობაზე უარი განაცხადა. ის მხოლოდ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტად ამდა.
პირველად მამაჩემი რო შეუყვანიათ იმ შენობაში, მივიყვანიათ რუხაძესთან. და რუხაძეს უთქვამს, იცნობდნენ ხო ერთმანეთს და ხო ისიო, არ პროკურორი არ ხარ და არ პარტიის წევრი ხარ, არ ცეკას წევრი ხარო და თქვი ეხლაო რას აკეთებდითო, რა შობოდითო. ის საინფორმაციო გამოშვება იყო უკვე გაზეთში გამოცემული. ხო და ისა რა ქვია რა და მამაჩემ არ ისა და წაიყვანეთ იქ სადაც საჭიროა და იქ იტყვის ყველაფერს. ხო და რა ხონდა სათქმელი მამაჩემი ძახო და სტალინი ცოცხალია, მე რატო ვზივარ ციხეში? რა მოხდა, რა გავაკეთე, რა დავაშალე? იშიმშილა, რამდენი დღე იშიმშილა? 28 დღე. ხო და ისა რა ქვია, შენი ოჯახი უკვე გადასახლებულია, არ არიანა, ნუ კითხულებო და შენო რაღაცა სკამზე იყო ლაპარაკი, ელექტროსკამზე თურმე და ალბათ იქ მივყავართ, რომ მატარებელში რო ჩასვეს სუპერა ცალ-ცალკე მამაჩემ არ იცოდა, რომ მარტო არ იყო და კიდე იყვნენ სხვები, ეს არ იცოდა, ხო, ხმები ესმოდა ხანდისხან კანტიკუნტაცის მოსკოვში მატარებლით წაიყვანეს. ერთი დიდი გაუგებრობისა და უსამართლობის მსხვერპლის ხვებთან ერთად მეც ვიყავი. შემთხვევით გადავრჩი, შევინარჩუნე რწმენადად სიყვარული მერისა, რომლის შვილიც მე ვარ. მინდა იცოდეთ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ხალხს. სიგლახე ყოველთვის სიკეთით გადამიხდია. ნინა ჟვანია მაშინ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი იყო. 52 წლის 12 მარტს დილით ბიუროს ხდომაზე მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეგრული წარმოშობის ნინა ჟვანია, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, იმავე დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. საბჭოთა უშიშროებამ ნინა ჟვანია ემიგრაციაში მყოფ ნოე ჟორდანიას აგენტობაში დაადანაშაულა. სრულიად უდანაშაულო იყო მისი ბრალდება. დღესაც კი რო ვკითხულობ მეგრელთა საქმეს, მართლა წარმოუდგენელია. ისეთი რამზებია. თქვა იგივე რომ ნინა იყო, მე დედას ხშირად ნინად მოვიხსენიებ, ნინა იყო ჟორდანიას აგენტი. ნუ ეს წარმოუდგენელი იყო ჟორდანია, როცა საქართველოს დატოვა, ნინა საერთოდ 17 წელშია დაბადებული და ძალიან პატარა იყო. მეტი ბრალდება და როგორ შეხვდა ის ჟორდანიას და მე სულ მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ იძახდა. ბოლო წლებში ისე როგორ მოხვდები, რომ ჟორდანიას საფლავზე არ აღმოვჩნდებ, თქვა და არ მივიდე საფრანგეთში არ ვიყო. რაღაც ხშირად დადიოდა უცხოეთში და ბოლოს მოხვდა საფრანგეთში. აქედან ქართული მიწაც წაიღო, ანწი თავისი და ღვინოთ კიდალის საფლავზე და სულ იძახდა, რომ აი მოვხვდი მე ჟორდანიას საფლავზე. აი ახლა კი ნამდვილად ვიყავი და შევხვდი მას. დაკავებული შესახებ ოჯახს ინფორმაცია 9 თვის განმავლობაში არ ჰქონია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ნინა ჟვანია იხსენებდა, რომ მასზე ზეწოლას უმკაცრესი მეთოდებით ცდილობდნენ. პატიმარის საკანში 9 თვის განმავლობაში საერთოდ არ დააძინეს. ყოველ ღამე იყო დაკითხვა და დღის განმავლობაში უყურებდა მეთვალყურე, რომ მას არ დაეძინა. ამიტომ ღამე როცა დაკითხვა მიდიოდა და დღე მეთვალყურე უყურებდა, პრაქტიკულად გამოდიოდა, რომ 24 საათის განმავლობაში ნინას უფლება არ ჰქონდა ძილით, ეს თითქმის 9 დღე გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა. 53 წლის მარტი დაიწყო. ერთგვიან საღამოს პატიმრები მოულოდნელად ციხიდან რკინიგზის სადგურზე გადაიყვანეს. დაკავებულები ფიქრობენ, რომ ან დასახვეწას მიყავს, ან გადასახლებაში. პატიმრები ჩაბნელებულ ვაგონში ერთმანეთს ემშვიდობებიან. სიჩუმეში ყველამ გაიგო, ერთი მეორეს თხოვდა, გადარჩენის შემთხვევაში მისი ამბავი ოჯახისთვის ეცნობებინ. ერთ-ერთ სადგურზე მატარებელი სულ რამდენიმე წუთით ჩერდება. ნინა ჟვანია ვაგონის ჭუჭრუტანიდან ხედავს, რომ სადგურის შესასვლელში შავ არშიაში შემოვლებული სტალინის დიდი სურათი კიდია. დაკავებულებმა სწორედ მაშინ გაიგეს, რომ ბელადი გარდაიცვალა. ხარდა რომ მოსკოვში მარ ხა ფიქრობ რომ ახლა სტალინი მოკვდა მე მოსკოვში ვარ ეს რა ხდება ჩემ თავს
ნუ იმ დღეს მე შეხვდა კიდე გაუმძებელს, იმ გაუმძებელმა უთხრა რომ თქვენ გავეცანით თქვენ საქმეს, თქვენ უდანაშაულო ხართ და ნინა გამოუშვეს და ასევე დედასთან ერთად გამოუშვეს დანარჩენებიც, ვინც იყო დაპატიმრებული და ყველაზე დედამ არ იცოდა რომ მამას ძმა მამია ზოდელავა, რომელიც კომკავშირის ცეკასდივანი იყო და რომელიც უახლოესი, გარდა იმისა რომ მაზლი იყო ნინასთვის იყო ეს უახლოესი მეგობარი და ძალიან საპატივცემულო ადამიანი, ისიც დაჭერილი იყო, ჯერ დედა დაიჭირეს, მერე მამიაბიძეა და გამოშვებითაც ჯერ მამიაბიძე გამოუშვეს ერთი კვირით ადრე და მერე დედა. დედა როდესაც გაანთავისუფლეს და გამოუშვეს ციხიდან, მისცეს მას ძალიან ცოტა თანხა იმისთვის, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ. ამიტომ ეს ქართველები, ვინც გამოვიდნენ საპატიმროდან, გადაწყვეტეს, რომ წასულიყვნენ სადგურში. მივიდნენ სადგურში, მაგრამ ამ თანხით მას უკან წამოსვლა შეუძლებელი იყო და დედას მოვიდა ესეთი აზრი, რომ მოდი მივიდეთ სასტუმრო მოსკოვში, იმიტომ რომ აქ ქართველების თავშეყრის ადგილია და ვიღაცა ერთი ნაცნობი მაინც შეხვდება, რომელიც მოგცემს გზის ფულს და ჩვენ თბილისამდე ჩავალთ. როდესაც მივიდნენ და გადმოდიოდა დედა ტაქსიდან, გააღეს კარები, ამ დროს იღება სასტუმრო მოსკოვის კარები და შემთხვევით გამოდის მამა. დედამ როდესაც დაინახა მამა რომ ვანო აღებს კარებს, გული წაუვიდა და ისე შეიყვანეს დედა სასტუმროში. ამის შემდეგ დედას ესეთი ტრადიცია ჰქონდა, საერთოდ დედა ძალიან ტრადიციული ქალი იყო. ესეთი ტრადიცია ჰქონდა, როდესაც ჩავდიოდით მოსკოვში და ბოლო პერიოდში მას ხშირად უწევდა თავის ჯანმრთელობის გამო სიარული. ყოველთვის როდესაც შევდიოდით სასტუმროში ამ კარებთან მივიდოდა და აკოცებდა. როდესაც უკვე მოვდიოდით თბილისში და დამთავრდებოდა მისი მკურნალობის რაღაც პერიოდი, ისევ დაემშვიდობებოდა ამ კარებს, მივიდოდა აკოცებდა და ასე მოვდიოდით და ჩხუბობდი, დედა, ნუ რაც იტყვიან ჩვენ, რაც უნდათ ის უთქვია. გურამ ბერია ლავრენტი ბერიას შთამომავალია. გაზეთიდან დევნილი თბილისში გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. თერმობიოკამერაში დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენების მოდელირებაზე მუშაობს. ლავრენტი ბერიას ნათესავი ამბობს, რომ იმ წლებში მამამისიც დაკავებული იყო. ღრუბლების გამომგონებელი იხსენებს, რომ მამის გათავისუფლების შემდეგ მათი ოჯახი ერთდროს ხელშეუხებელი მეგრული გვარის გადაკეთებაზეც კი ფიქრობდა. მამაჩემიც იყო ერთ პერიოდში საფრთხის ქვეშ, მასაც ემუქრებოდა ასეთი რეპრესიები თავის დროზე. მე მახსოვს უფრო მეტიც იყო ასეთი შემთხვევა, რომ მე ვაბარებდი უნივერსიტეტში მოსკოვში და იქ მამაჩემი მოვიდა ჩემთან და გამოირკვა, რომ ის იყო დაკავებული და დაკითხვებზე იყო. ბერიასთან დაკავშირებით და მაშინ როგორღაც გადარჩა ისე გამოირკვა რომ მას აბრალებდნენ რომ ის იყო დაშნაკების აგენტი ბერიასთან ერთად ლავრენტი ბერიასთან ერთად დაშნაკების აგენტი იყო და ამაზე დაკითხვებზე იყო გამოძახებული და მაგრამ ვერ გაუმტკიცეს. იოსებ სტალინი გარდაიცვალა და ლავრენტი ბერიაც რამდენიმე თვეში დახვრიტეს. მეგრელთა საქმე უკვე არავის ჭირდებოდა. უდანაშაულოდ დაკავებულებს მაშინდელმა საბჭოთა მთავრობამ ბოდიში მოუხადა და ისევ პარტიულ თანამდებობებზე დანიშნა. ყველას აუნანზღაურდა პატიმრობის თვეებში ასახები ხელფასები. მაშინდელ პრესას მეგრელთა საქმეზე არაფერი უთქვამს. მხოლოდ 53 წლის 15 მარტის ორი გაზეთის კომუნისტისა და კომუნიზმის დროშის საინფორმაციო ცნობაში წერია, რომ საქართველოს კომპარტიის პლენუმმა ბიუროს წევრებად მიხეილ ბარამია და მამია ზოდელავა აირჩია. მოგვიანებით ნინა ჟვანია თბილისის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. საიდუმლო საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე უშიშროების მინისტრი ნიკოლოზ რუხაძე დახვრიტეს. ამით მეგრელთა საქმე სამუდამოდ დასრულდა. მე ვარ მოწაფე ფრიადოსანი. დედა გარდამეცვალა. მამა დაკავებული. მამის სახელზე აპრილისთვის სადეპუტატო ფული 1000 მანეთი მოსულია და მე არ მაძლევენ. გთხოვთ, ვინაიდან დღეს მე არ ვარ სრულწლოვანი და არ მაქვს პასპორტი, არ მომცემენ. მე მეორედ მოგმართავთ თქვენ ამ განცხადებით, რათა მომცეცნება ამ ფულის აღების. ვინაიდან მე არ მაქვს არავითარი სარჩო არსებობისა. დევი ბეჭვაია 1952 წლის 4 ივნისი. მეგრელთა საქმის მასალებს ისტორიკოსები და სპეციალისტები დეტალურად მხოლოდ ახლა სწავლობენ.
დღემდე უცნობია, გაიცნო თუ არა პატარა ბიჭუნას წერილს ვინმე, რომელიც მაშინ დაკავებული მამის ხელფასზე თხოვს.